ყოველკვირეული რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევზე შევაჩერებთ დღეს თქვენს ყურადღებას. მდგრადი დაფინანსება ისეთი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, სადაც ფინანსურ ფაქტორებთან ერთად გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხებია გათვალისწინებული. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მუშაობს და ფინანსურ სექტორში გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას და საქართველოს დაბალ ნახშირბადიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რა ღონისძიებებს აერთიანებს და რამდენ მიმართულებას მოიცავს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევი, რომელიც ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და როგორია პირველი გზამკვლევის მიღწევები საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე გვეტყვის გაცილების მეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სალომე, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. სალომე, რას მოიცავს მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევის სტრატეგიული დოკუმენტი, რომ გითხრათ, რა მიმართულებებზე კეთდება აქცენტი, ანუ ფოკუსი სად არის ამჭირად? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და პირველი გზამკვლევი 2009 წელს გამოვაქვეყნეთ, რომელიც მოიცავდა ძირითად მიმართულებებს და შესაბამის სამოქმედო გეგმას. ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება 2019-2020 წლებში მოვახდინეთ და პარალელურად დავიწყეთ ახალ გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც უკვე წელს გამოვაქვეყნეთ. ახალ გზამკვლევს რაც შეეხება, ძირითადი მიმართულებები ისევ რჩება, რაც პირველ გზამკვლევში იყო წარმოდგენილი, თუმცა უფრო გავაფართოვეთ და ასე ვთქვათ, ორად გავყავით. გვაქვს ძირითადი პილარები, ანუ ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოიცავს მდგრადი ფინანსურ ნაკადებს, ანუ როგორ შეუწყოთ ხელი მდგრადი ფინანსური პროდუქტების შექმნას და მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარებას საქართველოში. მეორე მიმართულება კონცენტრირებას ახდენს უკვე რისკების მართვაზე, ანუ კლიმატთან და სხვა ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების მართვაზე. მესამე ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ახალი მეოთხე ძირითადი მიმართულება, რომელიც უკვე ითვალისწინებს ცენტრალური ბანკის, ანუ ეროვნული ბანკის, ასე ვთქვათ, გამწვანებას. ანუ ეს არის მიმართულება, რომელიც სრულიად ახალია და აქ უკვე გათვალისწინებულია შევისწავლოთ ის პოტენციური აქტივობები, რომელიც შეიძლება განვახორციელოთ და ხელი შეუწყოთ ეროვნული ბანკის როგორც ორგანიზაციის გამწვანებას და გვაქვს ანუ ასე ვთქვათ დამატებითი დამხმარე გამჭოლი მიმართულებები, რომელიც აუცილებელია ამ ძირითადი მიმართულებების განსახორციელებლად. ეს მოიცავს როგორც ცნობიერების ამაღლებას და კვალიფიკაციის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ თანამშრომლობას და კოორდინაციას. კი ბატონო, სწორედ ღონისძიებებზე მინდოდა მეკითხა, ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი იდენტიფიცირებული გამოწვევა ამ მიმართულებით. რაიმე განსხვავებული მიდგომები თუ გექნებათ მეორე გზამკვლევის ნაწილში, ან მოცვის ნაწილში თუ არის ასევე განსხვავებული მიდგომა? დიახ, როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ძირითადი ფოკუსია, განსაკუთრებით ეს იყო პირველი გზამკვლევის შემთხვევაში, როცა ცნობიერება კი უფრო დაბალი იყო, ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი და მიღწევები გვაქვს. შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ცნობიერება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით და შევეხოთ არა მხოლოდ ფინანსურ სექტორს, სადაც უკვე გაზრდილია, ასე ვთქვათ, ამ საკითხებზე ცნობიერება, არამედ მოვიცვათ უფრო ფართო სპექტრი, იქნება სხვა არაფინანსური კომპანიები თუ უფრო ფართო საზოგადოება. ქალბატონო სალომე, მეორე გზამკვლევი მდგრადი დაფინანსების შეიქმნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან აქტიური კოორდინაციით. საინტერესოა, როგორი იყო სამუშაო პროცესი, ანუ რა ახალი მიმართულებები გამოიკვეთა, რას ურჩევენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ამ მიმართულებებს? დიახ, ზოგადად ჩვენ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ყოველთვის საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ვავითარებთ და ვახორციელებთ. არც მეორე გზამკვლევი იყო გამონაკლისი. ამ შემთხვევაში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ანუ IFC-ის, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, SPFN-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის და სპარკასეს საქართველოს ექსპერტები, რომელთაც გაუზიარეთ სამუშაო ვერსია და მივიღეთ ძალიან ღირებული უკავშირი და სწორედ ამ კომენტარების და უკავშირის გათვალისწინების შედეგად მიიღო საბოლოო სახე ამ დოკუმენტად და გამოქვეყნდა.
თქვენ ახსენეთ მდგრადი დაფინანსების პირველი გზამკვლევი, რომელიც 2019-24 წლებს მოიცავდა. საინტერესოა ვისაუბროთ შედეგებზე უფრო დეტალურად, რა შედეგები გვაქვს სახეზე. დიახ, გვინდა ვთქვათ, რომ მოვახერხეთ, რომ ყველა აქტივობა, რომელიც გაწერილი ჰქონდა პირველ გზამკვლევში, განვახორციელეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მდგრადი დაფინანსების ძირითადი მიმართულებით, რომელიც მოიცავს მდგრად ფინანსურ ნაკადებს, რისკების მართვასთან გამჟღავნებას, გვაქვს როგორც რეგულაციები და მოთხოვნები, სავალდებულო მოთხოვნები ფინანსური სექტორისთვის შემუშავებული, ასევე გვაქვს სახელმძღვანელო პრინციპები და ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტები, რომელიც უკვე ეხმარება ფინანსურ სექტორს ეს ჩვენი მოთხოვნა და რეგულაციები პრაქტიკაში დანერგოს. ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგულატორული ჩარჩო შევიმუშავეთ და უკვე საფუძველი არის იმისი, რომ მდგრადი დაფინანსება კიდევ უფრო აქტიურად განვითარდეს საქართველოში. კი ბატონო, საინტერესოა როგორია უახლესი გლობალური ტენდენციები მდგრად დაფინანსებასთან მიმართებით და ჩვენს შემთხვევაში ალბათ რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს რა პოზიცია აქვს რომ შევაფასოთ? დიახ, ამ მიმართულებით ზოგადად საერთაშორისო დონეზე წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა აქტიურობა დაიწყეს 2015 წლიდან და მას შემდეგ ამ მიმართულებით შემუშავებული პოლიტიკები და რეგულაციები სულ უფრო მეტად იზრდება და 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა არ ჩამორჩება მზარდი და განვითარებული ქვეყნები, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ და ამას ადასტურებს საერთაშორისო შეფასებები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ 2017 წელს ამ მიმართულებით მუშაობა, შესაბამისად მოვახერხეთ, რომ გარკვეული გამოცდილება ათვლის წერტილი საქართველოს შემთხვევაში არის 2017 წელი. 2017 წელი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მესამე მხარის საერთაშორისო მესამე მხარის შეფასებით საქართველოს მზარდი და განვითარებული ქვეყნებს შორის არის თავისი მდგრადი დაფინანსების რეგულატორული ჩარჩით არის ერთ-ერთი მოწინავე და წამყვანი და ვაპირებთ, რომ სწორედ ასე ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ქალბატონი სალომე, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, უფრო სწორედ ვისაუბრეთ ცნობიერების ამაღლების კუთხით არსებულ გამოწვევაზე, დამატებით რა გამოწვევები შეგიძლიათ დაიდენტიფიციროთ? დიახ, რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები, რეგულატორული ჩარჩო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფინანსურმა სექტორმა ეს ყველაფერი პრაქტიკაში დანერგოს. და ერთ-ერთი ფოკუსი მეორე მგზავრობის სწორედ ეს იქნება, რომ უზრუნველყოს, რომ ფინანსურმა სექტორმა ეს ყველაფერი ეფექტიანად დანერგოს. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, არის თქვათ შესაძლებლობების და კვალიფიკაციის კუთხითაც გამოწვევები და ამ კუთხითაც აქტიურად თანამშრომლობთ ფინანსურ სექტორთან, რომ ეს ყველაფერი გადავლა და მივიღოთ ის, რომ ფინანსური სექტორი ძალიან წარმატებულად ნერგავს ამ ჩვენს რეგულაციებს და ჩარჩოს. და უფრო კონკრეტულად ESG საკითხების ჭრილში როგორია კომერციული ბანკების მდგომარეობა ამ დროისთვის? დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ბოლო წლების მანძილზე აქტიურად ვადევნებთ თვალყურს და ვაფასებთ თუ როგორ მიდის განვითარება ფინანსურ სექტორში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსვლა გვაქვს დადებითი დინამიკა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, ანუ ინდიკატორი ამისი არის მწვანე სესხების მოცულობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. დაახლოებით გვაქვს 30%-იანი ზრდა, თუმცა როგორც აღვნიშნე, წვლილი ანუ გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, წვლილი მთლიან სესხებში ჯერ კიდევ დაბალია და ამ მიმართულებით მუშაობს როგორც ჩვენ, ასევე კომერციული ბანკები, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო გავზარდოთ. დიახ, და მდგრადი დაფინანსების გადაწყვეტილებებს სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიციები. ინვესტიციების ნაწილში რამდენად აქტიურები არიან ისინი? დიახ, მნიშვნელოვანია, რომ მოიზიდონ შესაბამისი რესურსი, რომ გაიცეს მწვანე სესხი, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლისგანაც იზიდავენ კომერციული ბანკები ამ რესურსს, სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მწვანე მიმართულებას და უკვე სავალდებულო პროცენტული მაჩვენებელიც აქვთ, თუ მათი სახსრები, რა პროცენტი მათი სახსრებისა უნდა განთავსდეს მწვანე მიმართულებით და ეს კიდევ უფრო წლების მანძილზე იზრდება, ანუ საერთაშორისო დონეზეც მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ თქვათ გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი საქართველოსკენაც მოიმართოს. დიახ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და ბოლოს უკვე უნდა გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრეთ მეორე გზამკვლევის ძირითად მიმართულებებზე, უახლოესი ნაბიჯები, რასაც ეროვნული ბანკი გეგმავს, თქვათ, წლის განმავლობაში, როგორია თქვენი გეგმები? დიახ, უკვე დავიწყეთ ამ მეორე გზამკვლევის დანერგვა და განხორციელება, ეგ წარმოდგენილი აქტივობების. ამჟამად მუშაობთ ESG, ანუ გარემოს დაცვის სოციალური და მართლობითი ანგარიშგების ფორმის განახლებაზე, რომელიც პირველ ეტაპზე 2019 წელს შევიმუშავეთ, თუმცა უნდა აღვნიშნოს, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით შემუშავებულ რეგულაციებს, ფორმებს და პრინციპებს ყოველთვის ჭირდება გადახედვა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად განვითარებადი მიმართულება, შესაბამისად ეხლა მუშაობს სწორედ ამ ფორმის განახლებაზე და ასევე დაგეგმილი გვაქვს ტაქსონომიის, მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის გადახედვა და განახლება წლის განმავლობაში.
კი ბატონო და ალბათ გზამკვლევის დედლაინის ამოწურვამდე შესაძლოა რომ მან კიდევ გაინცადოს ტრანსფორმაცია. დიახ, 28 წელი არის, 28 წლამდე გვაქვს გაწერილი ასე რომ თქვა ძირითადი აქტივობები, თუმცა როგორც აღნიშნე, იმდენად სწრაფად მზარდი მიმართულება, შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა ძირითადი აქტივობები, რაც გვაქვს გაწერილი, ეს დარჩება განსაკუთრებით მოთხოვნებისა და რეგულაციების კუთხით, თუმცა დიახ, შეიძლება ახალი აქტივობები დაემატოს. კი ბატონო, ანუ აგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევზე ვსაუბრობდით. მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსთან სალომე თვალოძესთან ერთად. დაგემშვიდობებით.